მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2020 წელი ამოცანა ნომერი 33. ნახატზე გამოსახულია A და B სხეულების დნობის გრაფიკები, ტენული ტემპერატურა, Q მიღებული სითბოს რაოდენობა. სხეულების მასები განსხვავებულია, ხოლო მათი ნივთიერებების კუთხის სითბო ტევადობები მყარ მდგომარეობებში ერთმანეთის ტოლია. მოცემული გვაქვს მასები სხეულების განსხვავებული არის, ასევე მათი სითბო ტევადობები მყარ მდგომარეობაში, როგორც A-ში ისე B-ში ერთმანეთის ტოლია. ბესხეულის ნივთიერების ლამდა ბედნობის განსაზღვრეთ ბესხეულის ნივთიერების ლამდა ბედნობის კუთხის სითბო თუ ასხეულის ნივთიერების დნობის კუთხის სითბოა ლამდა A. ლამდა A ვიცით და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ ბესხეულის ნივთიერების ლამდა ბედნობის კუთხის სითბო, ანუ ლამდა B. აგით მოდით ეს სურათი ცოტა გავადიდოთ ჩვენ ახლა. და ნახოთ რა გვაქვს. ხო, მოდი ახლა რადგანაც აქ ჩვენ ისე როგორც ტემპერატურაც ისე მიღებული სითბოს Q რაოდენობა ის ერთეულები არ გვაქვს აქ მოცემულები. თითო ერთეულად მოდი ავიღოთ, აი თითო ერთეულს დავარქვათ Q0 და შესაბამისად ეს თითო დანაყოფის ფასი იყოს T0. მოდი ესე იგი თითო დანაყოფის ფასი არის Q0 ერთ შემთხვევაში, თითო დანაყოფის ფასი არის T0 თითო შემთხვევაში. ამასთან ახლა მოდი შევხედოთ თვითონ გრაფიკს და რა სიტუაცია გვაქვს გამიხილოთ. აი ამ არეში ჩვენ გვაქვს მყარი, სხეული მყარი, მდგომარეობა ანალოგიურად აქ გვაქვს მყარი. ახლა აი ამ არეში არის ნივთიერებისთვის, ხოლო აი ამ არეში ბესხეულისთვის გვაქვს დნობის პროცესი, რადგანაც ტემპერატურა არ იცვლება, ხოლო აი ამ არეში ორივესთვის გვაქვს გამდნარი მდგომარეობა, გამდნარი ანალოგიურად აქაც. და მოდით ახლა ჩავწეროთ ეს ტოლი იქნება Q დნობის პროცესში. დავუშვათ A-თვის ეს ტოლი იქნება, რადგანაც თითო დანაყოფის ფასი არის Q0, ტოლი იქნება A-თვის Q0-ის, რომელიც თავისუფლებულია ლამდა A M-აზე. ეს A შემთხვევაში. ახლა შევხედოთ B სხეულის დნობის გრაფიკს. Q დნობის პროცესში B სხეულისთვის ეს ტოლი იქნება აი ეს არის სიგრძე, ანუ მიღებული სითბოს რაოდენობა, ეს რადგანაც თითო დანაყოფის ფასი არის Q0, ეს იქნება 2Q0. შესაბამისად აი ამ პროცესში, აი აქედან აქამდე მიუღია სხეულს, მიღებული სითბოს რაოდენობა იქნება 2Q0, რომელიც თავისუფლად იქნება ლამდა B MB-ს. ტოლობის პირველ ტოლობას თუ მეორეზე გავყოფთ, მივიღებთ, რომ ლამდა A შეფარდება M-A შეფარდება ლამდა B MB-სთან. ეს ტოლი გამოგვივა Q0-ის შეფარდება 2Q0-თან. ეს Q0-ები შეუკვეცება და საბოლოოდ აღრჩება 1/2, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია გავსაზღვროთ ლამდა A შეფარდება ლამდა B-სთან, რომელიც ტოლი იქნება 1/2 გამრავლებული MB-ს შეფარდება M-A-სთან. ახლა მოდი ჩავწეროთ Q-თვის, აი მაგალითად აი ამ პროცესში, აი აქედან აი აქამდე გადაცებული სითბოს, მიღებული სითბოს რაოდენობა არის 3Q0-ის ტოლი. შესაბამისად 3Q0 ტოლი იქნება მყარ მდგომარეობაში C მყარი, ამ მდგომარეობაში გამრავლებული მასაზე და ტემპერატურის ცვლილებაზე. ამ არეში ტემპერატურის ცვლილება არის 3T0-ის ტოლი. შესაბამისად ტემპერატურის ცვლილებისთვის თუ იქნება 3T0. ანალოგიურად B-თვის თუ ჩავწერთ, B-თვისაც მიღებული სითბოს რაოდენობა მყარ მდგომარეობაში არის 3Q0-ის ტოლი აგრეთვე, C მყარი, B გამრავლებული MB-ზე და გამრავლებული ტემპერატურის ცვლილებაზე, რომელიც T0-ის ტოლი არის ამ შემთხვევაში. ანუ კიდევ უნდა გავმრავლოთ T0-ზე და მოდით ახლა ეს ორი ტოლობა ერთმანეთს შევაფარდოთ. ამებს თუმცა ეს შევაფარდებ ერთმანეთს და ვნახოთ რა გამოგვივა. რადგანაც C მყარი მყარ მდგომარეობაში A-თვისაც და B-თვისაც ერთმანეთის ტოლი არის, ეს გაგვიბათილდება, T0-ებიც გაგვიბათილდება და საბოლოოდ 3Q0 3Q0-თან გაგვიბათილდება და ეს ტოლი იქნება 1-ის. ანუ საბოლოოდ გამოგვდის აქედან, რომ 3M-A შეფარდება MB-სთან, ტოლი ყოფილა 1-ის, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ MB-ს ფარდობა M-ასთან,
სტოლი იქნება 3-ის და ეხლა ამ გამოსახულებას თუ შევიტანთ აქ, მივიღებთ, რომ ეს სტოლი იქნება 1/2 გამრავლებული 3-ზე, რაც თავისუფლად სტოლი არის 3/2-ის. ანუ რა გამოგვივიდა, რომ ლამდა A-ს შეფარდება ლამდა B-სთან, სტოლი არის 3/2-ის, საიდანაც ლამდა B-ს შეფარდება ლამდა A-სთან, სტოლი იქნება 2/13-ის, აქედან კი შეგვიძლია განსაზღვროთ B სხეულის ნივთიერების ლამდა B ნობის კუთხის სითბო, ლამდა B, სტოლი იქნება 2/13 ლამდა 100. ესე იგი პასუხი ყოფილა A.